ჩვენი ქვეყნის უძლიერეს ფეხბურთელთა მატჩში. საბჭოთა კავშირის პირველობაზე თამაშობდნენ მოსკოვის დინამოს და თბილისის დინამოს გუნდები. თამაშის დაწყებამდე ჯერ კიდევ 2 საათია. ასე გამოიყურებიან ბერიას სახელობის სტადიონის ახლო-მახლო ქუჩები. დიდი სპორტული ინტერესი გამოიწვია უძლიერეს მოწინააღმდეგეთა შეხვედრამ. და ეს ინტერესი გასაგებიცაა. საქართველოს დედაქალაქში უყვართ ფეხბურთი. გასულ წელს თბილისის დინამომ 2-ჯერ წააგო თამაში მოსკოველებთან. მოსკოვის დინამო მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი. არც ისე დიდი ხანია, რაც მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა მის შესახებ. ჩვენი ქვეყნის ჩემპიონმა ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია ფეხბურთის სამშობლოში, ინგლისში. როგორ ითამაშებენ სახელგანთქმულ გუნდთან თბილისის დინამოელები? როგორი იქნება ძლიერთა ბრძოლა მოედანზე? პირველობაზე გათამაშების ბაირაღი აღიმართა. საჯი ავერკინი თავის თანაშემწეებთან ერთად შეუდგა მოვალეობის შესრულებას. პირისპირ დადგნენ მოწინააღმდეგელი. მოსკოვის დინამოს გუნდს აცვია იასამნისფერი მაისურები, თბილისის დინამოელებს კი თეთრი მაისურები, ლურჯი ზოლებით. გუნდების კაპიტნები ერთმანეთს ესალმებიან და თაიგურებს თავაზობენ. ათიათასობით მაყურებელია ტრიბუნაზე და მაინც უჩვეულოდ უმილის სუფერს. გვიან გამოაჩენენ თავიანთ ტემპერამენტს ფეხბურთის მოყვარული. ახლა კი ყურადღება თამაში დაიწყო. მატჩის პირველ წუთებში როგორც ეს ჩვეულებრივად ხდება, მილის ზალთა შემოწმება. მოულოდნელი დასაწყისია. თბილისის დინამოელებმა სწრაფად დაიწყეს შეტევა და მოსკოვის კარებს უახლოვდებიან. დინგამორბის პაიჭაძე გარში ურტყამს, ბურთი ბადეშია. რაფიკარმატებით ფაშესკული თბილისის დინამოელები მოწინააღმდეგის კარებისკენ იწევენ. მოსკოველები ოდნავ გაიბნენ. მატჩის მეორე ნახევარი მოსკოველთა მძაფრი ერიშით იწყება. გაძაბული მუშაობა უხდება თბილისის დინამოს დამცველებს. მოწინააღმდეგეებმა ვერ შესძლეს კარებთან მიახლოება. მეკარესანაიამ ბევრჯერ აიღო მძიმე და სახიფათო ბურთი. იგი დღეს მთელი მძნებარებით თამაშობს. ბოლოს ინიციატივა ისევ თბილისის დინამოელთა ხელშია. წინ იჭრება პაიჯაძე. მოდის, ერთ შემოუარა, მეორეს, მესამეს ურტყამს. ისევ პაიჯაძე, მოსწრებული დარტყმა, ინგლისშივე ყვაწოდებულ ხომის ხელიდან უსხლდება ბურთი, უკვე ბადეში. ანგარიშია 3-1 თბილისის სასარგებლოდ. მაგრამ ეს კიდევ სრული გამარჯვება როდია. მოსკოველები ჩქარობენ, კიდევ შეიძლება გაკეთება. თამაში ახლა თბილისის კარებთან გაჩაღდა. დარტყმა, მეორე ბურთი თბილისის დინამოს ხარშია. ანგარიშია 3-2. უკანასკნელი გადამწყვეტი წუთებია. თამაში კიდევ უფრო დაძაბული ხდება. სამით ორი ანგარიში უცვლელი დარჩა. თბილისის დინამომ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. დამსახურებულად მოუგო ქვეყნის ჩემპიონს.